ასე რომ დონალდ ტრამპი 80 წლის ხდება და ის ამას ალბათ ყველაზე მაგარი გზით აღნიშნავს, როგორც 80 წლის პრეზიდენტს შეეფერება. თეთრ სახლში უზარმაზარი UFC-ის მატჩის გამართვით. და ეს ყველაფერი ზუსტად ისეთი იყო, როგორც წარმოიდგენდით. გარდა იმისა, რომ ამავე დროს მის შვილთან დაკავშირებული უზარმაზარი სკანდალი ხდება. მოდით ყველა დეტალში ჩაუღრმავდეთ. მაგრამ პირველ რიგში მოდით ნახოთ ყველა დროის ყველაზე მაგარი გამოჩენა. ფიქრობ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა მამაკაცის ოცნებაა 80 წლის იუბილე აშას-ეშოსის პრეზიდენტის რანგში იზეიმოს. დანა უაიტთან ერთად UFC-ის ღონისძიებაზე გამოვიდეს, რაც ნამდვილად საოცარია. ეხლა უბრალოდ ნახეთ ეს. იქ სხვა ადამიანებიც იყვნენ, მაგალითად Tom Fury. ეს იყო ყველაზე მაგარი ღონისძიება. იქ იყო Joe Rogan-იც. სხვათა შორის შეხედეთ Tom Fury-ის მაისურს, ანუ ეს არცკერის მაისური. მის ქუდა ტერია რაღაც ძალიან მაგარი. თუ ეკლანს გითხულობთ, ალბათ უკვე მიხვდით, მაგრამ მოდით ნახოთ. კარგი, მის სკამზე, მის ქუდზე წერია დონალდ ტრამპი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად. აბსოლუტურად ლეგენდარულია. ეს უბრალოდ ძალიან სასაცილო და საოცარი მოვლენაა. ეს ერთ-ერთი ვიდეოა. სხვათა შორის შეხედეთ თვითმფრინავის გადაფრენას. საოცარია. შეიძლება უბრალოდ თქვა, რომ ვიღაცამ ეს ტვიტი გამოაქვეყნა. მგონია, რომ მეც უნდა ვიყო ეს. ხო, ალბათ საშინელია, როცა გიტოს თავი ისე მოაჩვენო, თითქოს გაბრაზებული ხარ ამაზე. ანუ შეხედეთ რა ლამაზია, არა? მგონია, რომ ეს ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სანახაობაა, რაც ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება ნახოს და განიცადოს. შეხედეთ ამ სიზუსტეს. გასაოცარია. და სწორედ ამას წარმოადგენს ამერიკა ასე დიდი ხანია. ეს ფანტასტიკურად ლამაზი ბრძოლაა თავისუფლებისთვის, ბრძოლა დიდებულებისთვის, ხო გესმით? და ძალიან სამწუხაროა, რომ ასე ბევრ ამერიკელს სულს ეს, ხო ასეა. ეს ბრძოლაა, კარგი თამაში იყო, ყველას მოეწონა. არ ვიცი ვინ გაიმარჯვა, რადგან გულწრფელად რომ თქვა UFC-ს საერთოდ არ მაინტერესებს. მე უფრო მაინტერესებს ის სკანდალი, რომელიც ამ ღონისძიების გარშემო აგორდა, რაც მართლაც საინტერესოა. ასე რომ ეხლა უკვე წაშლილ პოსტში დანიელ კორმია ამხელს ერიკ ტრამპს, რომელიც როგორც ყველა მიცით, ტრამპის შვილია. რომან გითხრა, იყო თუ არა რომელიმე UFC-ის თეთრი სახლის ბრძოლა გაყალბებული. ალბათ ბევრი კრიტიკა მომიწევს იმის გამო, რომ ამას ვამხელ. თუმცა უარს ვამბობ დუმილსილზე. სირცხვილი ყველას, ვინც ამ ლამაზ ღონისძიებას აფუჭებს. ასე რომ ეს არის ერიკ ტრამპი. ეს ის კაცია. და როგორც ამბობენ, ის ამტკიცებს, რომ ერიკ ტრამპმა ჰკითხა, იყო თუ არა რომელიმე თამაში გაყალბებული, რაც აშკარად ძალიან ცუდად აჩვენებს ტრამპს. Hey Daniel, ხვალ UFC 250-ზე ვიქნები, ასე რომ შენ კომენტატორი ხარ. იმედია იქ ნახავ. Hey Eric, არ ველოდი შენგან შეტყობინებას. მიხარია რომ შენ და შენს ოჯახს შევხვდები. დიდი სიყვარული ძმაო. შეგიძლია რამე მითხრა ხვალინდელ ბრძოლაზე. ვისუჭერ მხარს, რაიმე ფსონსდებ. ეხლა სინამდვილეში არ მაქვს უფლება რაიმე ბარათზე ან რამეზე დავდო ფსონი. იცი, რომელიმე მებრძოლი დაშავებულია. არ ვიცი რატომ ეკითხები ამას, მაგრამ გონი ყველა კარგ ფორმაშია. პირდაპირ კითხავ. ხვალინდელი ბრძოლები და რომელიმე გაყალბებულია? ლოპესის ბრძოლას ვაკვირდები და ვფიქრობ, სენსაცია ძალიან არარეალური იქნებოდა. კარგი, ეს არის პოსტი, რომელსაც ის წერს. და მერე ის ბიჭი ამბობს. არა, ჩვენი არც ერთი ბრძოლა არ არის გაყალბებული. და გულწრფელად შოკირებული ვარ, რომ საერთოდ ასეთ რამეს მეკითხები. და ყველა გაგიჟდა. ღმერთო ჩამო, შეხედეთ ამას, შეხედეთ სიმართლეს. ერიკ ტრამპი ცდილობს მეტი ფული იშოვოს თამაშების გაყალბებით. თხადია ტრამპები საზიზღრები არიან, გარდა იმისა, რომ ეს საბოლოოდ მცდარია, რადგან ეს ნამდვილი ტეხასური თამაში არ არის. ეს გააყალბა კრიპტო თაღლითვა, რომელმაც ეს გამოაქვეყნა, რათა ტრამპი ცუდად გამოიყურებოდეს. თავარი ახალი ამბავია და ახლა უკვე წაშლილი პოსტი ყოფილი MMA მებრძოლის დანიელ კორმიეს მიერ, რომელმაც გამოაქვეყნა ერიკ ტრამპის სკრინშოტები, სადაც ის ცდილობდა გაეგო, იყო თუ არა თეთრ სახლში მაგას ბრძოლები გაყალბებული, რათა უკანონოდ ეშოვა ფული, რაც პირდაპირ შეტყობინებებს ასაფეთქებს. და აი რა ხდება ახლა. კადი, შემდეგ ამ ადამიანს უტეხავენ ანგარიშს. მას კრიპტო თაღლითობა უტეხავს ანგარიშს. და ერიკ ტრამპი აქვეყნებს. ჩვენ ვიცით ყალბი, AI-ის მიერ შექმნილი სკრინშოტების შესახებ, რომლებიც ინტერნეტში ვრცელდება. მე დანიელთან არასდროს მისაუბრია. მას შემდეგ მან წაშალა თავისი პოსტი, რაც ადასტურებს, რომ ეს აშკარად გაყალბებული იყო. გასაგებად რომ თქვათ, რამდენიმე ჟურნალისტმა და თვითხილოვმა დაადასტურა. დანიელ კორმიამ თავად გამოაქვეყნა სკრინშოტები, სანამაც წაშლიდა. ვერიფიცირებული ანგარიშიდან პოსტის წაშლა არ ადასტურებს გაყალბებას და საუბრის მონაწილეები ვერ მოთხოვდებიან საკუთარი პირების შეტყობინებების AI-ის ყალბ ვერსიებზე. კარგი, მაშინ ჰარისის ონა გამოაქვეყნა ეს, ერიკ ტრამპი გამოიჭირეს როგორც ცდილობდა ბრძოლების გაყალბებას დღევანდელ UFC-ის ღონისძიებაზე, თელი ტრამპის ოჯახი თაღლითები და აფერისტები არიან, საზიზღრობაა. ეს სრულიად ყალბია. მე დანიელთან არასდროს დამიკავშირდებია. სინამდვილეში ეს საშიშია. კარგი. რაც აქ ძირითადად მოხდა, როგორც შეგვიძლია დავასკვნათ და ეს არის რაღაც რაზეც უნდა დავფიქრდეთ და გავაცნობიეროთ, არის ის, რომ ერიკ ტრამპი ამტკიცებს, მე ეს არ დამიწერია. ხელოვნურმა ინტელექტმა გააყალბა, რა თქმა უნდა. შეიძლება ტრამპი ერიკ ტრამპი იტყუებოდეს? კი, შეიძლება იტყუებოდეს, ჩვენ არ ვიცით.
მაგრამ ამ ბიჭმა დანიელმა შემდეგ სწრაფად წაშალა ეს. რატო უნდა წაეშალა მას ეს გამოქვეყნების შემდეგ თუ მართლა სჯეროდა ამის? თუ ეს მისი ნამდვილი ტვიტები იყო, რატო უნდა წაეშალა? ეხლა ყველა შეთქმულების თეორიის თეორეტიკოსი იტყვის, იმიტომ რომ ტრამპმა დაემუქრა. მაგრამ არა, ყველაზე მეტად სავარაუდოა და ამას ეხლა თავად დანიელიც ადასტურებს, რომელმაც დაწერა, მართლა ასეთი სულელები არიან ადამიანები. და ერიკ ტრამპი პასუხობს. მადლობა დანიელ, რადგან აშკარაა, რომ მისი ანგარიში გატეხეს. პირდაპირ გატეხეს და ეს გამოაქვეყნეს, რომ ერიკ ტრამპი ცუდად გამოიყურებოდეს. ერიკ ტრამპი ამტკიცებს, რომ ეს ხელოვნური ნური ინტელექტის მიერ შექმნილი სკრინშოტია, მაგრამ გროგი ამბობს, რომ დანიელ კორმიერმა მართლაც გამოაქვეყნა ეს თავის ანგარიშზე და შემდეგ დაშალა. კიდევ ერთხელ დღის ბოლოს, რასაც ახლა აქ ხედავთ, შეხედეთ ამას, ხომ ასეა? ეს ახლახან წავიკითხე, მაგრამ მივხვდი, რომ ეკრანს არ უზიარებდი. მადლობა დანიელ. მართლა ასეთი სულელები არიან ადამიანები. დანიელი აკეთებს განცხადებას და ამბობს, რომ ეს არ მომხდარა. როგორც აქ ხედავთ, მე ეს ნამდვილად არ დამიპოსტავ. კარგი. ეს სრულიად შეშლილობაა. სრულიად შეშლილობაა. რომ ეხლა აქ ვართ, რომ ადამიანები ამას იჯერებენ, რომ ადამიანები პირდაპირ შეუძლიათ ხელოვნური ინტელექტით ყალბის სურათები შექმნან და ვინმეს რეპუტაცია გაანადგურონ ცხოვრებაში. როგორც არ უნდა იყოს ეს ისტორია ცოტა არ იყოს აურია UFC-ს, მაგრამ ღონისძიება შესანიშნავი იყო. დაბადების დღეს ულოცავ პრეზიდენტ ტრამპს, რომელმაც ირანის შეთანხმებაზე ჩემი აზრით არც ისე კარგი საქმე გააკეთა, მაგრამ მაინც რაღაცას მიაღწია. მიმედოვნოთ, რომ ეს ყალბი AI თემა ნორმად არ იქცევა. მადლობა ყურადღებისთვის ამ საკითხზე.